ხელა თოლი. ვანო ცოტა შორიდან გადამიღე კარის ექიმი ხო არა ხარ კაცო. გამარჯობათ მეგობრებო არხის გამომწერებო კარგო ხალხო და ყლავ იარაღის მოყვარულებო მოკლელულიანი რაღაცა მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში გვაქვს აი ესეთი თოჯინასავით იარაღი ქვია ვალტერი E22 აი შეხედეთ რანაირია ძალიან აგავს სათამაშოს აი ესეთი რაღაცაა შეხედეთ კალიბრი აქვს 22 LR 5.6 ანუ უბრალო ხალხში როგორც ეძახიან გეკო იარაღი არის პატარა და კოხტა სუპერ მსუბუქია რა ვიცი 400 გრამი იქნება ჭიჭი მიდის 10 ტყვია ეს საბრძოლო იარაღი არ არის ეს არის სუფთა კომერციული იარაღი აი ესეთი რაღაცა სუფთა კომერციული იარაღია ახვიდეთ სამე ბუნებაში სროლთ იარაღი სრულად დაამოღამოთ ოღონდ ამ კალიბრში ესეთი იარაღი ხა სრულად დაამოღამოთ მე თუ დიდ კალიბრზე გადახოდით სწავლის დროს სხვადასხვა შეგრძნებები გექნებათ ანუ ამითი იარაღის სროლა ვისწავლე არა შეიძლება ხა თვალი გაასწოროთ რაღაცას დაუმიზნოთ უფრო გასართობია რა წახვიდეთ სამე რამე სამიზნები დაკიდოთ ეხლა როგორც მე მეკიდა სამიზნე და იმას ესროლთ იარაღი არის ძალიან ლამაზი რა უცნაურია შეხედეთ აი აქ ხო კიდე რაზეა გათვალისწინებული ესე იგი ვინც ეს მოიგონა იმას ქონდა გათვალისწინებული მარჯვენაზეც არის და მე მარცხენაზეც არის შეხედეთ მცველი აი მარჯვენაც აქვს მარცხენაც აქვს ჭიდის გამოღება კიდე აი ესე ხდება შეხედეთ აი აქ აი ეს ჩამოდის დაბლა აი ეს შეხედეთ კიდე აქეთა თითი დააწექით კიდე აქეთა თითიც ჭიდი გამოდის აი ესე ანუ მე მარჯვენებსაც მე მარცხენებსაც თუ ბავშვი გყავთ ხო ძიმი არ არის შეგიძლია დააყენოთ წახვიდეთ თავზე და ბავშვი ხა 14 წელსაც ვიძახით 5 წელსაც ნუასროლებთ და დაამოღონოთ სროლა სამიზნე არის გახედავთ ძალიან კარგად ჯდება თვალში აი შეხედეთ ეთერზე ცოტა ესეთი უჟმურათად ჩანს მაგრამ რა ვიცი თუ ჩანს აი ესე სასხლეც რაც შეეხება შეხედეთ სასხლეც რაც შეეხება ეხლა გაფეხზე შეყენებული იარაღი უყურეთ სადამდე ჩამოდის აი ზუბოლომდე მოვიდა მაგრამ თუ შიგნით ჭიდი არ არის გასწროლას ვერ მოახდენთ ეხლა მე ამაში მჭიდ ჩავდებ და აი მოვიდა უკვე ესე და გამაგრდა და გავიშვა ანუ როგორია იცი სასხლეთი თიც რომ მოკაჩავთ რაღაც დონემდე მოდის მაგრდება და მე იმ გამაგრებულს მიაწვევით თუ არა ეგრევე გასწროლას მოახდეს ასევე გარი ძალიან კარგი ქვემოთ ტიკატინის თამასა აქვს სადაც შეგიძლიათ ფანარი დააყენოთ ლაზერი დააყენოთ ლაზერის დაყენებას თავის მუღამი აქვს სამიზნეც რაც შეეხება წინა სამიზნე ყორა არ არის რეგულირებადი უკან აი აქ შეხედეთ ჭანჭიკი უყენია შიგნით ჭანჭიკის ტრიალის დროს აი ეს უკან ჰორიზონტალურად მოძრაობს ვერტიკალურად ამის სამიზნები არ ამოძრავენ ასე რომ არც იოცნებოდ რაც შეეხება აი ამას დამტყმელ ჩაყუts აი ესეთი აქ ნახრეთი აქვს გაკეთებული ნახრეთი იმის თქმა აქვს რომ დამსუბუქებული იყოს თვითონ იარაღი და აი ეს ადგილი აქვს დაკეჭდილი ანუ ხელი რომ მოკიდოთ ადვილად გადმოწიოთ და ისე უკან დააბრუნოთ რაც შეეხება ტარს ტარი არის დარეზინებული პლასმასივით არის და ძალიან ისეთი აი შიშველ ხელს ვკიდებთ გეგონება პლასმასა ნარევი რეზინიაო რა რაც מחარებს ანუ ეხლა მე მაგარი ყინვა რა არის 1006 გრადუსი ყინვა ხელი მაგ გაყინული ტაქტიკური ხელდასმანები მაცვია მაგრამ არის თხელი და მაინც ხელი აი რა ვიცი რა თუ ხედავთ თუ გაწესლებული მაგრამ ცივი ვანო ხელი ჩაუმორთო თან თბილი ხელი ჩაუმართა თბილი ხელა ვანო ანუ აი ესეთი რაღაცა ხელში ჯდება მაგრამ აი უცებ ამოიღებთ ხელის დასატაცებლადაც ადვილია ამოიღეთ პირდაპირ გამოიყენებთ იარაღს მოექეს ის როგორ დატენის ყოველთვის ო კიდე ეხლა მოდი ამნაირი იარაღის მინუსებზე ვილაპარაკოთ
არის მიზეზიანი ვაზნების მიმართ. ანუ თვითონ ეს ვაზნა ტყვია 1000 ქვეყანა უშვებს და 1000-ნაირს. ეხლა მე მაქვს ესეთი ტყვიები გაჩვენებთ. ჩეხური ტყვიებია, შეხედეთ, აი ესეთი და ტყვიას თავში აქვს ნახრიტი. ეგ იმას ნიშნავს, ეს არის ტყვია ექსპანსიური. ანუ მიზანში სასროლი არ არის, ეს არის რაღაცას რომ მოხდეს, ეს მე იფურჩქნება. ნახრიტი რო აქვს. მოხდრისას ფართოვდება და რაღაცას მოხდეს უფრო დიდად რომ დააზიანოს. ანუ პისტოლიდან სასროლი ტყვია ეს არის თოფი თუ რამეზე ნადირობთ რომ ეგეთი რამე მოხდენოს. ტყვია კაია რო ხდება და იფურჩქნება აზიანებს, მაგრამ ეს მოქმედებს ბალისტიკაზე, ანუ ფრენის თუ შაშხანდანის ესე ტყვიას შორმანძილზე. ყოველთვის ექნება სხვანაირი ტრაექტორია, რა ისეთი ტრაექტორია არ იქნება და მიზანში კარგად ვერ მოარტყავთ. ახლა მე აქედან რაღაც 6 მეტრი თუ 5 მეტრი ვესვრი და არაფერი ისეთი არ უნდა მოხდეს. ხო და კიდე რა, ხო და მიზეზიანი რის მიმართ უყურეთ. თუ უხარისო ტყვია ჩადეთ ჩიქ, რასაც ყიდვის დროს ვერ მიხვდებით, ან დამუღამებული უნდა გქონდეთ, რომ ზუსტად იმ ფირმისა იყოს. უხარისხო იმას ანიშნავს, რომ თვითონ ტყვია არ ვარგოდეს. შეიძლება შეგიყოს დენთი ნაკლები იმაზე, რაც საჭიროა აი ამის გადატენისთვის. თვითონ პისტოლეტი მუშაობს გასწვლის დროს უკან. უკუცემის დროს აი ჩარჩო უკან მოაქვს და ტენის, რომ გადაიტენოს იარაღი და მე ისევ გავუვარდეს. ამიტომ უნდა დააკვირდეთ ვაზნები. შეიძლება წაიღოთ სადმე გატენოთ. რომ გაისვრით, მე ისევ ხელით გადატენებ, თავის ვეღარ გადატენავს და ეგ არის ძალიან ცუდი და რა ვიცი რა. საკავდეთ ტყვიები, შეგნით აი უყურეთ. ოშენი, ხელი გამეღინა. არ ჩადოთ ტყვიები ჭიჭი. ცალკე გქონდეთ. თუ ჩადეთ, არ ჩადოთ პისტოლეტში. პისტოლეტში ჩადეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, უშუალოდ გასწვლის წინ თუ აი მიხვედით, უნდა ვისწავლო, ხო ეხლა მანამდე არაფერი არ მიქნია, ჩავდე, გაუკეთე რკიდი. იარაღი ყველა ვარიანტში დაშვებული მაქვს დაბლა უსაფრთხო მიმართულებით იხილება ბატონოვანო აქედადე კი. ნახოთ ეხლა ამას როგორ დიდი ხმა არ უნდა გქონდეს. შეხედეთ, სროლის წინ შეხედეთ რომ აი ეს F-ი ჩანდეს. ანუ F-ზე კი არ უნდა ჩამოწიოთ, ზემოთ უნდა აწიოთ, აქ S-ია. Save ზემოთ აწევთ. გადატენით. და ვნახოთ როგორ ვისვრით. ეს სროლას მორჩა იარაღი დარჩა ესე გადადგენ მდგომარეობაში ამას ჩამოწევდა ჭიც ამოიღებ ვიზუალურად აი ჩაიხედეთ რომ შიგნით ტყვია არ იყოს ამას ჩამოწევთ დაიტენა ნუ ეს რახან ეგეთი ჩმახი რაღაცა ეს ცარიელი უნდა გაუკეთოთ დასხილტოთ და ნუ მე ჯობია რომ ესევე ამოიღოთ ამოება ვნახო როგორ ვისროლ ნუ ახ ხარ ჩემი განხილვა არ არის მოხდა ტყვიები აი ეს კიდე ერთხელ ვიტყვი რა კაი ხანია ყინვაზე ვარ და სულ მაბაბანებს მაგრამ ცივა მაგრამ არა უშავს ჩვენ მაგას გადავიტანთ იარას ქონდა სუპერ კაი შეგრძნება ანუ არანაირი ახტომა არანაირი დახტომა აი ტკბილად ლამაზად აი როგორც იტყვიან ბულკივით ისრის რა 6 წლის ბავშვად შეგიძლიათ ხელში დააჭერინოთ ანუ უკან დაუდგეთ არანაირი ახტომა არ აქვს აი გემრიელად ისრის რა კიდე ერთხელ ტყვი საბრძოლო და რაღაცა ეს არ არის თავდაცვისთვის გამოგადგებათ ეხლა სახში რო გქონდეთ ადამიანს ამითი მოკლავთ რომ მიაყრით მაგრამ მოღვა თან ამ ტყვიებს ექსპანსიურ ტყეს ვერაგული ისაქვს რა ბუნება აქვს რომ ხდება ხო გითხარით იფუჩქნება და მაგარი დაზიანება მოაქვს და საკმაოდ სათამაშო და სალაღობო ტყვი არ არის საკმაოდ ძლიერი და ეგეთი ვერაგი ვაზნა აქვს აი ეს იყო ვალტერ P22-ის განხილვა აი შეხედეთ თოვლის ფონზე რავი როგორ იმაშვრება აი შეხედეთ აი ესეთი რაღაც ძალიან ლამაზი ფუტურისტული შესახედავის იარაღია სუბუქი ადვილი იაფი და იორღა თან ძვირიც არ ახის
ნაზიარი მოპრობაში, ანუ იქ სადაც ტალახებში ვათხე და რამე ეგ მაგისტვის არ არის, რაღაცა დაუზიანდება, გაფუძდება. ხო, ამას კიდე მოყვება აი ესეთი რაღაც აქვს, შეხედეთ. აი აქ სპეციალური გასაღები აქვს. გასაღებს მოორგებთ, გადაწევთ და გასაღებს გამოაძებთ, იარაღი გაიჭედა. აღარ ისვრის. ანუ ამ სპეციალური რაღაცა დასაკეტები აღარ უნდა, ამითი გადაკეტავთ იარაღს და ვсё დამთავრდა, დაიკეტა იარაღი. რაც ბავშვი ვერ მივა ხელს მიიღო და ვერც გაისვრის. ან ვიღაცა უცხონა ვერაგმა ხელი რომ მოკიდოს თქვენს გარეშე. ამითი გამოგემშვიდობით, კარგად ბრძანდებოდეთ. შემდეგი იარაღის განხილვამდე.